შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვები თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს სასამართლომ უკვე განიხილა 3 აქციის მონაწილის საქმე. აქედან 2 პირის სხდომა მტკიცებულებების წარმოდგენის მიზეზით გადაიდო. ინგა ბუაძეს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად ცნო და 5,000 ლარით დააჯარიმა. საქალაქო სასამართლო ასევე განიხილავს გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების, მათ შორის ნინია კაკაბაძის საქმეებს. მათ არ აქვს წარმოდგენილი ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ თამარ ფერაძე კეტავს საერთოდ გზის სავალ ნაწილს და გადადის ტროტუარზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ და წარვადგინეთ ვიდეოები, რომ ესე არ არის, სასამართლომ დაავალა კიდევ ერთი შანსი. მესამე შანსი მისცა შინაგან კი, პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე აქვს არსებითი დარღვევებით ნაწარმოები, მას არ აქვს მითითებული დაკავების დრო, მას არ აქვს მითითებული სათანადოდ მტკიცებულებებზე, მას არ აქვს ეს მტკიცებულებები.